სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა ძმისათა ჩვენთან არის ღმერთი. ასთა იყოს. დღეს არის სულთმოფენობის წინა შაბათი, რომელსაც ეწოდება სულის შაბათი, იმიტომ რომ დღეს არის მიცვალებულთა საყოველთაო მოხსენების დღე და ღმერთმა აცხოვნოს და ნათელში დააწესოს ჩვენი მიცვალებულები ყველანი და უპირველეს ყოვლისა უწმინდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი და მცხეთა თბილისის მთავარ ეპისკოპოსი და ბიჭვინთის სადაც ხუმაფხაზეთის მიტროპოლიტი დიდი მეუფე მამაი ჩვენი ილია, თუმცა ჩვენ ყველას აბსოლუტურად გვწამს, რომ იგი არა მარტო დაიმკვიდრა სასუფეველში, არამედ რომ იქიდან ჩვენ გვეხმარება, არ განგვეშორება და ჩვენთვის ჩვენი პატრიარქი არის ნამდვილი ჭეშმარიტი წმინდანი, რომელიც ეხმარებოდა, რომელმაც შექმნა დღევანდელი სახე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და რომელიც აგრძელებს ამ საქმეს. დღეს იკითხება სახარება, სადაც უფალი სამგზის ეუბნება, ეკითხება პეტრეს. პეტრე მოციქულს უსვამს შეკითხვას, გიყვარ ვარ? გიყვარ მეა? ესეთ შეკითხვას უსვამს და თავიდან როდესაც პირველად დაუსვა ეს შეკითხვა, პეტრეს ძალიან გაუკვირდა და კი რა თქმა უნდა მიყვარხარ უთხრა უფალს. მაგრამ უფალმა ეს შეკითხვა გაუმეორა შემდეგ. გაუმეორა და კიდევ ერთხელ კითხა. გიყვარ ვარ? კი მიყვარხარ უთხრა პეტრემ და სამჯერ ეუბნება დამწყსენ ცხოვრნი ჩემი, ანუ პეტრეს ავალებს, პეტრეს აბარებს თავის სამწყს. და მერე მესამეჯერ ეკითხება. და ესე წერია სახარებაში, რომ შესწუხდა პეტრე, შეწუხდა ძალიან და ესეთი სიტყვები უთხრა. შენ უფალო ყოველივე იცი, ყველაფერი იცი საერთოდ ქვეყანას და ისიც იცი, რომ მე მიყვარხარ. და კიდევ ერთხელ უფალმა გაუმეორა ეს სიტყვები დამწყსენ ცხოვრნი ჩემნი, რის ამ სიტყვების ძალით ითვლება დღეს, რომ პეტრე მოციქულს ხატოვნად რომ ვთქვათ, სასუფეველის გასაღები ჩააბარა და ხშირად პეტრე ამ გასაღების ხელში გამოიხატება. ანუ პეტრე უკვე მაცხოვრის შემდეგ დედამიწაზე პეტრე იყო ის, ვინც წყვეტდა დედამიწაზე, ვინც წყვეტდა, ვინმე მოკვდეს სასუფეველში და დღემდე ესეა, დღემდე პეტრე და მისი შთამომავლობა, ანუ სულიერი შთამომავლობა უმხედველობაში, ესენი არიან მღვდელმთავრები, ესენი არიან პატრიარქები, რომლებიც იღებენ ამ მთავარ გადაწყვეტილებას და მისი ლოცვითაც ადამიანები ხვდებიან სასუფეველში. თუმცა ჩვენ აუცილებლად ბევრჯერ მithქვამს და კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ საღი თვალით უნდა უყუროთ ჩვენ სახარებას და აუცილებლად უნდა დავსვათ შეკითხვები. და აი ამ სახარების ამ ეპიზოდთან დაკავშირებით ჩდება ესეთი შეკითხვა, რატო უთხრა სამჯერ? არ შეიძლება რომ ერთხელ ეთქვა და პეტრემ გაიგო ესეც და წუჩივე უპასუხა, რომ მიყვარხარ. არა, კიდე გაუმეორა, შემდეგ კიდე გაუმეორა და სამჯერ უთხრა. რატომ გააკეთა ესე უფალმა? რატო უთხრა სამჯერ? ახსნა აქვს ამას და იმიტომ გეუბნებით. ესე ამბობენ წმინდა მამები, რომ თავიდან პეტრეს ესე უთხრა უფალმა. მამლის ყივილამდე სამჯერ უარყოფ და მართლაც პეტრე მოციქული ვერ გაუძლო ესე იგი ამ გამოცდას და სამჯერ დაეცა ესე, სამჯერ უარყო ქრისტე ჯვარცმის წინ. და ესე ამბობენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ უფალმა შეუნდო პეტრეს, მიუხედავად ამისა, მთელი ცხოვრება თურმე მამლის ხმარო ესმოდა, ცრემლებს ვერ იკავებდა პეტრე. ამიტომ აი რაც არ უნდა დიდი ცოდვა ჩაიდინოს ადამიანმა,
ყოველთვის შეიძლება რომ მოინანიოს. და როდესაც შემდეგ უკვე პეტრე მოინანია, რა თქმა უნდა, შეინანა ეს ცოდვა და დიცინანულში იყო და როდესაც უკვე გამოეცხადა იესო ქრისტე აღდგომის შემდეგ მენელსაცხებლე დედებს, მოციქულებს, ესე უთხრა დედებს, რომ გადაეცით მოციქულებს და პეტრეს, რომ გალილეაში წამოვიდნენ და იქ ნახავ გალილეის ტბაზე შეხვდნენ. და საგანგებოდ გაუსვა ხაზი, იმიტომ რომ რო ეთქვა მარტო მაუფალს, რომ გადაეცით მოციქულებს, რომ იქ მოვიდნენ, პეტრე არ წამოვიდოდა. იმიტომ რომ პეტრე, რა თქმა უნდა, საკუთარ თავს ამას ვერასოდეს ვერ აპატიებდა. და უფალმა საგანგებოდ უთხრა, მიანიშნა და იმის შემდეგ უკვე, როდესაც გამოეცხადა, ესეთი სიტყვები უთხრა სამჯერ კითხა, რომ ყველას გაეგონა პეტრეს პასუხი და პეტრემ სამგზის უარყოფის შემდეგ სამგზის დაადასტურა ის, რომ უყვარს უფალი. და ამის შემდეგ უფალმა მას ჩააბარა სასუფეველის გასაღები, ისევე როგორც უძღებ შვილს, რომელიც დაბრუნდა, რომელმაც გაფლანგა ყველაფერი და რომელიც მივიდა მამასთან, შთაუვარდა ფერხთით და შენდობას სთხოვა და მამამ არა მარტო აპატია, არამედ სამოსელი პირველი უბოძა. და შეიძლება ითქვას, რომ ყველაფერთან ერთად ეს კიდევ ამასაც მოასწავებდა იმ პეტრე მოციქულის განდგომას და შემდეგ შენანებას და შემდეგ აი ესე მოციქულთა თავთა დადგინება. ღმერთმა დაგლოცოთ, წინასწარ გილოცავთ სულთმოფენობის დღესასწაულს. ჩვენთან არს ღმერთი.